ახლა გეტყვით როგორ შეგიძლია ამ წიგნის გამოყენება. მოკლედ, თავდაპირველად შეგხვდება შენ თეორიული მასალა, აი თქვა დრეკადობის ძალა, დრეკადობის ძალის მუშაობა. შეგხვდება როგორც თეორიული მასალა, შეიძლება შეგხვდეს ფორმულები და ფორმულების გამოყვანებიც, როგორც ამ შემთხვევაში. აი მაგალითად, აქ გამოყვანილია ახლა დრეკადობის ძალის მიერ შესრულებული მუშაობის გამოსათვლელი ფორმულა. აი თავდაპირველად ზამბარ არის x1 მანძილით გაჭიმული, შემდეგ არის x2 მანძილით გაჭიმული და აი ამ გადაადგილების პროცესში რა დადებითი სიდიდის მუშაობა შეასრულა დრეკადობის ძალამ. შემდეგ შეგხვდება აქ დამატებითი კითხვები, რომ გადაამოწმო შენ თუ რა როგორ გაიაზრე ეს მასალა და ასევე შეგხვდება შენ ამოცანა თავისი ამოხსნით, ან ამოცანები თავისი ამოხსნით. არის თვითონ ამოცანა დასმული, ყველა ამოცანას აქვს თავისი სახელი, რომ უფრო ინდივიდუალიზმი ჰქონდეს თითოეულ ამოცანას და არა უბრალოდ ნომერი. თავისი ნახაზებით, ამოხსნის პირველი გზა, ასევე ამოცანის ამოხსნის მეორე გზაც, რომ ორივე გზა იცოდეს მოსწავლემ და აი სწორედ ამ სტილში არის გარჩეული ყოველივე ეს. ეს არის მერვე კლასის სახელმძღვანელო, ძალიან ბევრ თემას მოიცავს, ისეთები როგორებიც არის მექანიკური მუშაობა, ხახუნის ძალის მუშაობა, სიმძიმის ძალის მუშაობა, კინეტიკური და პოტენციური ენერგიები, შინაგანი ენერგია, თბოგამტარობა, წვის კუთრის სითბო, დნობის კუთრის სითბო, ორთქლაქცევის კუთრის სითბო და ასე შემდეგ. მოკლედ, აი ძალიან ბევრ თემას მოიცავს, რაც მართლაც ფუნდამენტურია ფიზიკაში. შეუძლებელია შენ მე-10, მე-9, მე-11 კლასის მასალა ძალიან მაგრად გესმოდეს, კარგი ფუნდამენტის გარეშე, საჭირო აუცილებლად ფუნდამენტი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მასალა, რაც ისწავლება საერთოდ ფიზიკაში. რა თქმა უნდა, სხვა მასალებიც მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არის ფიზიკა, აქ ყველა მასალა არის ერთმანეთთან დაკავშირებული. შენ კარგად ვერ გაიაზრებ სხეულის მოძრაობას ძალების გათვალისწინებით, თუ საერთოდ არ იცი ძალების არსი, ხახუნის ძალა როგორ შეიძლება გამოითვალოს, სიმძიმის ძალა და ასე შემდეგ. მოკლედ, შესაძლებლად უნდა მომწეროთ პირადში და კურიერი მას თქვენთან სახლში მოვიდას.